2016 წელი UFC 200. In the prime of my party. So, we'll see who's the 40-year-old on Saturday. DC. წლის ყველაზე დიდი ივენთი. Come on. Fuck, I'm so sorry. ჯონ ჯონსი ოქტაგონში ბრუნდება. მაგრამ ბრძოლამდე 48 საათით ადრე ყველაფერი იშლება. დოპინგ ტესტი ჩავარდნილია. სინამდვილეში აქ ჯონ ჯონსი მხოლოდ აისბერგის წვერია. დღეს გავარკვევთ რა როლს თამაშობს სტეროიდები MMA-ში. რატომ იყენებენ მათ მებრძოლები, რა უპირატესობას აძლევს და რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყოს ამას. მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი არხის მხარდამჭერი არის კრეკერი კროკო, ჩვენი მეგობარი ბრენდი ისევ აქ არის. ახლა კი დავიწყოთ. სიმართლე ანაბოლურ სტეროიდებზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში MMA გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი მსოფლიოში. ბრძოლის შედეგი ერთმა დიდმა შეცდომამ ან ერთმა დიდმა დარტყმამაც შეიძლება გადაწყვიტოს. ამიტომ მებრძოლები ეძებენ ყველა საშუალებას, რათა ფიზიკური უპირატესობა მოიპოვონ. მაგრამ აქ ჩდება კითხვა, რამდენად დიდ გავლენას ახდენს სტეროიდები რეალურად? In terms of competition, if me and you were fighting and we sign that we're not using any weapon and we fight man to man as real martial artists, and you behind or me, I go and inject myself something to make me stronger or more competent, to be better, to enhance my performance. Now I'm against that. და სანამ აქამდე მივართ, მოდი ჯერ ზედაპირულად შევეხოთ, როგორ მუშაობს ეს ნივთიერებები ჩვენს სხეულზე. საბოლოო ჯამში, როდესაც ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს, პირველი რაც თან მივდივართ, ეს არის PED. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ნივთიერებები, რომელიც სპორტსმენის შესაძლებლობებს ხელოვნურად აძლიერებს. ამაზე დაწვრილებით მალე მოგახსენებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ, რომ საუბარი არის ისეთ პრეპარატებზე, რომლებიც ზრდის ძალას, აჩქარებს აღდგენას, ზრდის გამძლეობას და ამცირებს დაღლილობას. ეს პრეპარატები შეიძლება საერთოდ სხვადასხვა ტიპის იყოს და ყველა განსხვავებულად მოქმედებდეს ჩვენს ორგანიზმზე. მაგრამ საბოლოოდ თითოეული მათგანი მაინც დიდ უპირატესობას აძლევს სპორტსმენს. ზოგ შემთხვევაში ისინი პირდაპირ ცვლის ორგანიზმის ჰორმონალურ სისტემას. სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ აძლევს სპორტსმენის შესაძლებლობას იმაზე ბევრად მეტი ივარჯიშოს და სწრაფად აღიდგინოს, ვიდრე ბუნებრივად შესაძლებელი იქნებოდა. MMA-ში ეს საკითხი განსაკუთრებულად რთულია. ეს სპორტი ისედაც უკვე ძალიან ფიზიკურია. ძალა, გამძლეობა, რეაქცია, სისწრაფე, ყველაფერი ერთად არის საჭირო. სწორედ ამიტომ ზოგი სპორტსმენი ცდილობს რომ ორგანიზმს დამატებითი უპირატესობები მისცეს. დოპინგის ისტორია საბრძოლო სპორტში ახალი საერთოდ არ არის. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა MMA თანამედროვე სახით არ არსებობდა, სხვადასხვა საბრძოლო ორგანიზაციებში სპორტსმენები ცდილობდნენ ფიზიკური უპირატესობის მიღებას. მაგრამ როცა MMA მსოფლიო სპორტად გადაიქცა და განსაკუთრებით მაშინ, როცა UFC გლობალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, დოპინგის საკითხი უკვე სისტემურ პრობლემად იქცა. მე წეგან უკვე ვახსენე PED. ხო და მოდი გეტყვით, რა შედის ამ ნივთიერებებში. ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც ზრდის კუნთის მასას და ძალას. EPO, რომელზეც მალე დაწვრილებით მოგიყვებით და სხვადასხვა ბევრი ტიპის სტიმულანტი, რომელიც ზრდის ენერგიას და რეაქციის სიჩქარეს. ამ ნივთიერებებს რეალურად შეუძლიათ სპორტსმენის ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდა, მაგრამ მათ ასევე აქვთ სერიოზული გვერდითი ეფექტებიც. იზრდება გულსის ხრძარხთა დაავადებების რისკი, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, უნაყოფობა, მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესება. ბევრ სპორტში და პრინციპში ზოგადად სპორტში დოპინგი არასამართლიანი უპირატესობაა, მაგრამ MMA-ში საქმე ბევრად სერიოზულად არის. როცა ორი მებრძოლი ოქტაგონზე შედის, ისინი რეალურად აზიანებენ ერთმანეთს. ახლა წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთ მათგანს აქვს ნივთიერება, რომელიც ზრდის ძალას, ზრდის გამძლეობას და ამცირებს დაღლილობას. ამ შემთხვევაში ხომ დოპინგი აღარ არის მხოლოდ სპორტული წესების დარღვევა. ეს უკვე უსაფრთხოების საკითხიც ხდება. რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება თქვათ, რატომ გარისკავს მებრძოლი ასე უაზროდ და გამოიყენებს მსგავს პრეპარატებს, თუ იცის, რომ ამისთვის ძალიან მკაცრად დაიშება. ხო და საერთოდ, რატო რისკავენ მებრძოლები? ამ პასუხის ერთი ნაწილი თვითონ ამ სპორტის სტრუქტურაშივეა. პირველი მიზეზი არის კარიერის არასტაბილურობა. მებრძოლები ჩვეულებრივი თანამშრომლები არ არიან, ისინი დამოუკიდებელი კონტრაქტორები არიან. ანუ, თუ ცუდად იბრძოლებ, შეიძლება უბრალოდ კონტრაქტი დაკარგო. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ეს არის ფინანსები. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ს ტოპ ვარსკვლავები მილიონებს იღებენ, რეალურად მებრძოლების დიდი ნაწილი თითო ბრძოლაში მხოლოდ რამდენიმე $1000 იღებს. ამავე დროს, ისინი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ბრძოლას ატარებენ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მარცხი ან ერთი დიდი ტრამვა შეიძლება სერიოზულ ფინანსურ პრობლემად გადაიქცეს. ამიტომ სწრაფი გამოჯამრთელება და აღდგენა უკიდურესად მნიშვნელოვანია. აი სწორედ აქ იღვიძებს მატჩი ეშმაკი.
MMA განსხვავდება სხვა სპორტებისგან კიდევ ერთი მიზეზით. მებრძოლები ხშირად ვარჯიშობენ სხვადასხვა დარბაზში, შეხება აქვთ სხვადასხვა მწვრთნელთან და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტთან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იღებენ უამრავ ინფორმაციას. ზოგი მწვრთნელი შეიძლება მკაცრად ეწინააღმდეგებოდეს დოპინგს. სხვები შეიძლება ამას ნაკლებ პრობლემად მიიჩნევდნენ. ხშირად სპორტსმენებს არც აქვს სრული ინფორმაცია. ზოგჯერ კი შეიძლება საერთოდ უნებლიეთაც მიიღონ აკრძალული ნივთიერება. კუნთების ზრდის სტეროიდები აჩქარებენ ცილის სინთეზს, რაც საშუალებას აძლევს მებრძოლს, რომ საკმაოდ მოკლე დროში სოლიდური კუნთური მასა მოიმადოს. სხვა ნივთიერებები კოგნიტორ ფუნქციას და რეაქციებს აჩქარებს. ამიტომ შეტევაში და დაცვაში დროის დაკარგვა მინიმალურზეა დაყვანილი. კი, ეს უპირატესობები მაგარია, მაგრამ თითოეული ძალიან დიდი რისკებთან არის დაკავშირებული. მოდი ავიღოთ ესეთი кейსი და ვივარაუდოთ, რომ X მებრძოლი ტრამვიანია. ჩვეულებრივ მას ჭირდება რამდენიმე კვირა აღსადგენად. PED-ის დახმარებით ეს X მებრძოლი და მებრძოლს გააჩნია. მოახერხებდა, რომ ეს ტრამვა მოეშუშებინა რამდენიმე დღეში, ნაცვლად რამდენიმე კვირისა. პრობლემა ის არის, რომ ეს პროცესი საშიშია იმ მხრივ, რომ მსგავსი პრეპარატების მიღება ძალიან ზრდის კიბოს რისკს, გულის უკმარისობას და სერიოზული ჰორმონალური დისბალანსი შეუძლია გამოიწვიოს. საბედნიეროდ დოპინგ კონტროლი თანამედროვე ერაში საკმაოდ გამკაცრებულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2015 წელს გადაიდგა, როდესაც UFC-მ პარტნიორობა დაიწყო USADA-სთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სპორტში ანტიდოპინგურ კონტროლს ახორციელებს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სისტემად ითვლება. ამ პროგრამის მიხედვით UFC-ს მებრძოლები შეიძლება ნებისმიერ დროს შემოწმდნენ და არა მხოლოდ ბრძოლების წინ. სპორტსმენს შეიძლება დილით სახლში მიადგეს კონტროლიორი ან ვარჯიშის დროს შეამოწმონ. მათგან იღებენ სისხლის და შარდის ნიმუშებს, რათა გამოავლინონ აკრძალული ნივთიერებები. და მაინც, მიუხედავად ასეთი მკაცრი კონტროლისა, MMA-ში დოპინგ სკანდალები მაინც ხდება. და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა და პირველი რაც შეიძლება გულშემატკივრს გაახსენდეს, ეს არის ჯონ ჯონს. 2016 წელს ჯონსმა დოპინგ ტესტი ვერ ჩააბარა. აღმოჩნდა, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო კლიმოფენი, ნივთიერება, რომელიც ჰორმონალურ სისტემაზე მოქმედებს და ხშირად გამოიყენება სტეროიდების გამოყენების შემდეგ ტესტოსტერონის აღსადგენად. მოგვიანებით კიდევ ერთი სკანდალი მოხდა, როდესაც მას ტესტში აღმოჩნდა ტურინაბოლის კვალი. ესეც ანაბოლური სტეროიდია. ცნობილი არის ასევე ანდერსონ სილვას შემთხვევაც. სილვა UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ჩემპიონია. მისი სტილი, მოძრაობა და კონტრსტრაიკინგი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივად ითვლება. მაგრამ 2015 წელს სილვა ჩაიჭრა დოპინგ ტესტში. მის ორგანიზმში აღმოჩნდა ანაბოლური სტეროიდები, დროსტანოლინი და ანდესტერონი. სილვა ამტკიცებდა, რომ ეს ნივთიერებები მისმა ორგანიზმმა შესაძლოა სხვა ჩვეულებრივი დანამატებისგან მიიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას დისკვალიფიკაცია მიარტყეს. ასევე იყო ბროკ ლესნერის შემთხვევაც და რატომღაც რომ არც ერთ თქვენგანს არ გაუკვირდება, რომ აი ეს კაცი სტეროიდებზე იჯდა. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა, რამდენად ხშირი არის MMA-ში დოპინგის გამოყენება. მაგრამ მოდი დავუბრუნდები ისევ იმ კითხვას, რატომ იღებენ მებრძოლები ასეთ რისკს? პირველ რიგში, პროფესიული სპორტი უკიდურესი კონკურენციის გარემოა. ერთი გამარჯვება შეიძლება მილიონობით დოლარი ღირდეს, ხოლო ერთი მარცხი კარიერის მიმართულებას მთლიანად ცვლის. როგორც ვახსენე, მებრძოლებს უწევთ მკაცრი წონის კონტროლი, სერიოზული ინტენსიური ვარჯიშები, კვირაში რამდენიმე მძიმე სპარინგი, ამ პირობებში სხეულის აღდგენა უკიდურესად მნიშვნელოვანია. აი ზუსტად აქ ჩნდება ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის EPO. 2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი დოპინგის შემთხვევა დაფიქსირდა UFC-ში. ყოფილმა ჩემპიონმა TJ Dillashaw'm თავად განაცხადა, რომ ის ტესტში EPO, ანუ ერითროპოეტინი აღმოაჩინეს. EPO არის ჰორმონი, რომელიც ზრდის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას. მისი მოქმედებით სხეული მეტეჟანგბადს იღებს და სპორტსმენს მნიშვნელოვნად ეზრდება გამძლეობა. სხვათა შორის ამ ნივთიერებას პროფესიონალურ ველოსპორტშიც აქტიურად იყენებენ. მაგრამ რაც შეეხება TJ-ს, მაშინ იგი ჩემპიონი იყო, უნდოდა რომ უკეთესი კარდიო ქონოდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, ქამარი ჩამოართვეს და 2 წელი ბრძოლის უფლება საერთოდ აღარ ჰქონდა. MMA-ში სპორტსმენები მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის არ რისკავენ. როდესაც ორი მებრძოლი ერთმანეთს უპირისპირდება, მათ შორის უსაფრთხოებას დამოკიდებულია იმაზე, რომ ორივე თანაბარ პირობებში იბრძვის. და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კონტროლის ბერკეტები ბევრად უფრო მკაცრია, დოპინგის საკითხი ამ სპორტში მთლიანად ჯერ კიდე არ გამქრალა. ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ამ სპორტში ეს პრობლემა ბოლომდე ვერასდროს ვერ აღმოიფხვრება, რადგან მეცნიერება და ფარმაკოლოგია მუდმივად წინ მიდის და რაღაც ახალი გამოდის. სწორედ ამიტომ არის რთული, რომ მიხვდე, რომელი ან ვინ იყენებს ოქტაგონში მსგავსი ტიპის პრეპარატებს. და ზოგადად ასეთი მებრძოლის ამოცნობა, ჩვეულებრივ შეუიარაღებელი თვალით ეკრანის მიღმა, შეიძლება იმით, რომ დააკვირდე წინა ბრძოლიდან აი ამ ბრძოლამდე, რამდენი კუნთური მასა აქვს მომატებული
ზურგზე შემთხვევით აკნე ხომ არ აქვს და არსაიდან წარმოუდგენელი გამძლეობა ხო არ მოემატა. და ესეთი მაგალითები ამ ბოლო დროს რამდენიმე იყო. იყო ასევე ჭორები პიოტრ იანზეც, რომელმაც არსაიდან ისეთი პერფორმანსი დადო, რომ ხალხის პირდაპირ ეჭვი იყო, პირველი ეჭვი, რომ ის რაღაცას იჩხერდა და ასე მოუგომერებს. თუმცა მე ამის არ მჯერა. მოკლედ, ბოლოში რომ გავიდე, MMA-ში დოპინგის საკითხი დღემდე ბუნდოვანია. ერთის მხრივ ამ სპორტის სტრუქტურა, ფინანსური ზეწოლა და კარიერის არასტაბილურობა შეიძლება ხელს უწყობდეს ზემოთ ნახსენები ნივთიერებების გამოყენების დუნებას, მაგრამ მეორე მხრივ საბრძოლო ხელოვნების ფილოსოფია და სპორტის კულტურა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ყოველ შემთხვევაში უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არა? მე რამდენიმე დოპინგ სკანდალი უკვე ვახსენე ამ ვიდეოში, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ სიამით არ მთავრდება, ძალიან ბევრი ისეთი ტიპი იყო, ვინც გიჟივით იჩხერდა. თქვენ ვინ გახსენდებათ პირველი დამიწერეთ კომენტარებში, ველი თქვენს პასუხებს და მე ამით დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ თუ მოგიწონთ ჩემი კონტენტი, ძალიან გამიხარდება თუ მიარტყავთ გამოწერის ღილაკს, ასევე მოიწონებთ ამ ვიდეოს, მე კი ვეცდები რაც შეიძლება მალე დაგიბრუნდეთ მომავალი ვიდეოთი. აბა ჰე და აბა ჰო.